სამი სიტყვა, რომელიც გამეორების შემდეგ 21 დღის განმავლობაში თქვენ ძალიან კარგად იცხოვრებთ. პირველ რიგში მინდა გითხრათ, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და დაკომენტარება. მაშასადამე, პირველი სიტყვა, როდესაც სახლში მიხვალთ, ან გაიღვიძებთ თქვათ, ან დღის ბოლო დასრულდება, მნიშვნელობა არ აქვს, როდის თქვით, რომ მადლიერი ვარ. მადლიერი ვარ, რომ გათენდა, მადლიერი ვარ, რომ დაღამდა, მადლიერი ვარ, რომ ცოცხალი ვარ, მადლობა ამ დღეს ყველაფრისათვის, რაც მოხდა. მნიშვნელობა არ აქვს რა და როგორ. მადლიერებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ ცხოვრებაში და მერწმუნეთ, რომ იმაზე მეტ გავლენას მოახდენს თქვენ ცხოვრებაში ეს სიტყვა, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მადლიერი ვარ. უბრალოდ მადლიერი ვარ, რომ ცოცხალი ხართ, ბედნიერი ხართ, ჯანმრთელი ხართ, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოთ, თქვით ყოველ დღე დილას აღამოს, რომ მადლიერი ვარ. მეორე სიტყვა, როდესაც საღამოს დასრულდება უკვე სამუშაო თუ რასაც აკეთებთ, მნიშვნელობა არ აქვს და ძილის წინ ყოველთვის თქვით ესეთი ფრაზა: მადლობა დღევანდელ დღეს, რომ როგორც იქნა დასრულდა ეს დღე, ყველაფერი რაც დღეს მოხდა, მხოლოდ მოხდება ჩემს სასარგებლოდ. იმიტომ რომ უყურეთ, რატომ უნდა გაუსვათ ხაზი, რომ დასრულდა ეს დღე და თქვენ მადლიერი ხართ, იმიტომ რომ თქვენ უნდა გაიხსენოთ, რომ ყველასთვის არ სრულდება დღეები. მერწმუნეთ. მესამე, რასაც გირჩევთ, რომ ყოველთვის თქვათ, ხვალინდელი ჩემი დღე იქნება ჩემთვის სიახლის, ახლის შემეცნების, ბედნიერების, ჯანმრთელობის და ახალი გაკვეთილების მომტანი. არასოდეს არ უნდა ინატროთ, ნეტა ხვალ მილიონერი გავხდე, ზეგ მილიონერი გავხდე. არა. ყველაფერი მოდის ნაბიჯ-ნაბიჯ ადამიანის ცხოვრებაში. ნაბიჯ-ნაბიჯ, თითოეულ დღეს, საათსა და წუთში. მთელი წელი, რომ არც მადლობას გადაუხდით სამყაროს და უცებ რაღაცა მოგინდებათ, როგორ გქონიათ შეგისრულდებათ? ამიტომ იყავით მადლიერი, თქვით, რომ ყველა საღამოს მადლობა, რომ ეს საღამო ბედნიერად და კარგად დასრულდა და მადლობა ხვალინდელ დღეს იმისათვის, რომ ჩემი დღე იქნება ძალიან კარგი, ჩემთვის ყველაფერი საუკეთესოს მომტანი. არ დაგავიწყოთ ვიდეოს დალაიქება, კომენტარში დაწერეთ, რომ ვიღებ მადლიერებით, გისურვებთ წარმატებებს.